სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ ქრისტეს შობა ტანო და ძმანო გახლავთ ყველა დღესასწაულის დასაბამი შეიძლება ასე ითქვას ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დასაბამი კი არ არის მარტო არამედ ყველა დღესასწაულის იმიტომ რომ არ ყოფილიყო შობა ხო არ იქნებოდა ნათლისღება რომ არ ყოფილიყო შობა ხო არ იქნებოდა ჯვარცმა და აღდგომა რომ არ ყოფილიყო შობა ქრისტესი არ იქნებოდა ამაღლება და არ იქნებოდა სულთმოფენობა ასე რომ ყველა დღესასწაულის დასაბამი არის ქრისტეს შობა მაგრამ თვითონ ეს მოვლენა რომ ღმერთი განკაცდა ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის ხელჩასაჭიდი და სამარადჟამოდ საცოდნელი ამბავი რომ როგორი ადამიანი აი ამ ხელა კოსმოსში ამ სივრცეში რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რამდენი კიდე არ ვიცით იმიტომ რომ შეუსწავლელია და დღევანდელი მეცნიერება ვერ წდება ამას რომ რაღაცა კოსმოსის ისეთი სიღრმეები შეისწავლოს სანამდეც მივიდნენ იქამდეც მისულები არიან თუ არა ჩვენ გვატყუებენ კაცმა არ იცის მაგრამ სანამდეც მივიდნენ და რაზეც ლაპარაკობენ რომ რაღაცა ნახეს ან არ ნახეს ამის შესახებაც კი რაღაცა ბუნდოვანია წარმოდგენა და წარმოიდგინეთ აი ამ ხელა კოსმოსში აი ამ ხელა შესაქმეში რა არის ადამიანის როლი ვინ არის ადამიანი რომლის გამოც ღმერთმა ინება რომ განკაცებულიყო ღმერთმა ინება რომ ადამიანი გამხდარიყო ეს საკითხი არის გამუდმებით ჩვენს გონებაში სატრიალებელი საკითხი რომლის ირგვლივაც უნდა ფიქრობდეს ყოველი ადამიანი იმიტომ რომ ღმერთი თუ გაადამიანდა შენ ადამიანო რაოდენ უფრო მეტად გმართებს რომ ადამიანად რომ ხარ დაბადებული ადამიანი იყო ყველგან და ყოველთვის ღმერთი თუ გაადამიანდა იმისთვის რომ შენ განგაღმრთოს განაღმრთობამდე გაადამიანება გაკლია მაშინ იწოდე და გახსოვდეს ეს გამუდმებით და რაში მდგომარეობს შენი ადამიანობა როდესაც წუხილი შეგიძლია სხვის წუხილზე როდესაც სიხარული შეგიძლია სხვის სიხარულზე როდესაც გულმოდგინე ხარ როდესაც ყურადღებიანი ხარ როდესაც მოსიყვარულე ხარ როდესაც გაღიმება შეგიძლია შეურაცხყოფაზე აი ეს არის სწორედ შენი ადამიანობა სხვა მეტი კი არაფერი ვითომ ერთი სიტყვით ხომ ადვილი სათქმელია მაგრამ აბა ექსტრემალურ სიტუაციაში განსაკუთრებით ნახეთ როგორც ძნელი შესაძლებელია ნახეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე რაღაც მანქანების საცობში ვიღაცამ ძღოლმა შემაგინა და ესე იგი სრო არ მკეთებოდა რემენი გადმოხტომას ვაპირებდი მე გამახსენდა რომ სულ შენდობაზე ვლაპარაკობ და მე რატო არ მიქცევი ასე ხო და ამას რო არ გავეკავებინე ალბათ მოვასწრებდი გადმოხტომას მაგრამ ამა რომ არ გამიშვა ეს რა კარგია ეს კანონი როა მიღებული სანამ ამან არ გამიშვა მე გამახსენდა რომ უი არა შეიძლება ამიტომაც ჩემო ძვირფასებო გამუდმებით თუ გაქვს ეს ფიქრი როგორც ფსალმუნში წერია ნეტარარს ის კაცი რომელიც არ ამევიდა ზრახვასა უხდოთასა არ დაჯდა უსჯულოთა დასაჯდომელთა არ დაადგა იმ გზას სადაც უსჯულოები იკრიბებიან არამედ ჟულსა მისა ზრახავ ნიგი დღე და ღამე პირველ ფსალმუნში წერია ხო გახსოვთ ეს სიტყვები ჟულსა მისა ანუ ნეტარია ესეთი კაცი რომელიც ჟულსა მისა ანუ ღვთის ჟულს ზრახავს იგი დღე და ღამე რას ნიშნავს ღვთის ჟულის ზრახვა სწორედ ამას ნიშნავს როდესაც შენ გამუდმებულად გაქვს ფიქრი ამის შესახებ რომ ღმერთი განკაცდა იმისთვის რომ შენ განგახტოს ამისთვის რა გჭირდება ადამიანობა ადამიანობას რა თვისება უნდა ახასიათებდეს მადლიერება მომტანია ყველა სხვა სიკეთისა რომელიც სიკეთითაც უნდა იყოს შემოსილი თითოეული ქრისტიანი ამიტომაც ასე შეხედეთ ქრისტეს შობას ასე უნდა იშვას ჩვენ ხშირად ვამბობთ ამ სიტყვებს რომ ქრისტე რომ იშვა ერთ მოაზროვნეს უწერია ქრისტე რომ იშვა ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს შენ ქრისტიანი ხარ ქრისტე რომ იშვა ეხლა შენს გულშიც უნდა იშვას მაგრამ როგორ უნდა იშვას შენს გულში ამის შესახებ ხშირად განმარტებას არ ვიძლევით მხოლოდ ვამბობთ ესე ტრაფარეტულად
აი ესე უნდა იშვას, აი ესე უნდა მიიღო შენ ეს ყველაფერი. მადლიერებით უნდა მიიღო და მეხსიერებაში გამუდმებით უნდა გქონდეს. რა გააკეთა ღმერთმა შენთვის, დაწყებული იქედან რომ არარსებობიდან არსებობაში შემოგიყვანა, ასეთი ნიჭით დაგაჯილდოვა, როგორიც არის სიყვარული, ასეთი სიხარულით აგავსო, როგორიც არის შენი ახლობლებთან ერთად ყოფნა და ბედნიერება და აგავსო კიდე მომავლის იმედით, რომ იქ ცათა სასუფეველში გავიხარებთ ყველანი ერთად. ასეთი უნდა იყოს ზრახვა, დღე და ღამ, ჯულის ზრახვა ასეთი უნდა იყოს, ასე უნდა ვიცხოვროთ და ასე იშვება ქრისტე ჩვენში, ასე აღიზრდება ქრისტე ჩვენში. აღზრდაც სჭირდება, მას მარტოშობა არ ხმარო. აღზრდაც სჭირდება და ასე მივდივართ იმ ნათლის ღებამდეც, ასე მივდივართ აღდგომამდე, ამაღლებამდე და სულთმოფენობამდე. ღმერთმა ჯვარი დააგწეროთ, მოგცეთ ნიჭი ამისა, ფიქრი ამ ყოველივეს შესახებ რომ შეგძლებოდეთ და შემართება სულისა და ხორცისა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიღვაწოთ ერთმანეთისთვის. ამინ.